ყველას მოგესალმებით, მე მქვია გიორგი, როგორც მე მგონი საქართველოს 60% მაცხოვრებელს ქვია გიორგი, ხო? მაგრამ ეს ახლა ამ თემასთან არაფერს შუაში და ნუგზარიც რომ ერქვას, ან მაგალითად მაიკლი ან ჯონი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამას უბრალოდ მინდა დავაკომენტარო სიტუაცია, რომელიც მეოთხე დასის შორის და ბანი და ტახას შორის ის არის რა, დისები გაცვალეს ერთმანეთზე. ეხლა ზოგადად რეპ მუსიკას, ჰიპ-ჰოპსაც და კიდე სხვა ეს ჟანრი, აი ჯაზ-რეპსაც იყო პერიოდი, როცა რაღაცებს უსმენდი რა, შემთხვევით რა ჩამევარდებოდა. ბავშვობიდან ვაყურებდი ამ კულტურას და ჩემთვის შეუცვლელი მუსიკა არის, რომელიც აი ყოველთვის ბავშვობიდან მოყოლებული უსმენდა. არც იმით ვიტრაბახებ, რომლითაც მაგალითად ბევრი რეპერი ბევრი ვიღაცა აი მე 94-ში უსმენდი და რაღაცა და აი რაღაცა აქცენტირება რო ხდება იმაზე, რომელი წლიდან დაიწყო მოსმენა. და რეპით მაგალითად ხო ზოგიერთი რეპ შემსრულებელი მაგალითად არის სერხიო გიჟისომეხი, რომელიც ტვინი შეჭამა რა, ქართულ რეპს გაუკეთე რეკონსტრუქცია, ის გავაკეთე, მე ვერაფერი ვერ ვნახე ნაღდად მისი შემოქმედებიდან. ისეთი რაღაცა სიმღერა რომ ამ კაცმა რემონტი გააკეთა ქართულ რეპში და აი всё გადაფარა რა ყველაფერი რა. ანალოგიური არის მაგალითად მიუხედავად იმისა რომ დასის სიმღერა მამბა, ეს არის ჩემი ფავორიტი სიმღერა, რომელიც დღემდე პლეილისტში მაქვს. მათაც რაღაცა ხო, ანუ ვინ თქვა ეს რომელმა რეპერმა იმ მეოთხე დასიდან არ ვიცი, მაგრამ სად იყავით თქვენ მაშინ ჩვენ რომ რეპავდით და რაღაცა. აი ეს თემები არის, მე ვფიქრობ, ანუ მოძველებული არის რა უკვე რა, ანუ სად იყავ მე მაგალითად ძველი რეპერები არ მომწონს ქართველი. არც ერთი სიმღერა, ანუ იმ დროს ეს იყო ჩვენთვის რა თქმა უნდა უცხო. და ძალიან ამითი იყო რომ აი რაღაცა ყურადღება მიიქციეს და რაღაცა, მაგრამ ეხა მაგალითად ტექსტების განვითარება და მე ინგლისური რო დავხვეწეთ ბატონო და რო განვითარდით და გავიგეთ რომ ეს პანჩლაინი და ეს რაღაცა ისინი აი თვითონ რეპის სიტყვა რას ნიშნავს და ეს ყველაფერი რა, რაც ამ იმაში შედის ამ კულტურაში. დაფიქრები და იტყვი რომ აი რა ტექსტები არის რა, ამას მაგალითად შაირები გირჩევნია, თქვათ რაღაც სუფრაზე გაგონილი ან რაღაცა იმაზეც რომ მუსიკა დაადო, ეგეთივე ვარიანტი გამოდის რა. ეხა მაგალითად ბედინას სიმღერები რა ვიცი რა, ნერვების მომშლელი კი არ არის, აი ვითომ ქალიშვილო რო არის მუსიკა. მან დასამარდა ქართული რეპი ამ ადამიანმა ეს სიმღერა რო ჩაწერა, მაგრამ დღეს ახლა ამ თემაზე არ მინდოდა საუბარი. დღეს მინდოდა რა თემაზე მელაპარაკა, იცით? გვერდები, რომლებიც მაგალითად დისი, რომელიც მეოთხე დას, ბანისა და ტახას შორის მოხდა, ну, თქვათ ესე. ხო უყვართ ეს ვესტი და ისტი დეეტაკა ერთმანეთს სიმონ რა, ესეთ ვარიანტში. აი ჰაიპი რომ მოიზიდონ, უფრო დაძაბონ სიტუაცია. სათაურები რა, არ ვიცი ეს ხალხი, ანუ მაგათ გვერდები მე შემხვდა უბრალოდ ამ დისით რომ დავინტერესდი, ეგრევე წარწერა. დასის დისი. არა, კაი ამბავი. ეხლა შენ ეგრევე ადამიანი ამ ვიდეოს რო უყურებ, იმიტომ კი არ ჩართავრო დასის დისი ზომა საერთოდ არც იცის რა არის. დისი ზოგს გონია მარველის მოწინააღმდეგო კომპანია, რომელიც კომიქსებს იღებს, შეიძლება ეგეც არ იცოდეს. ან რაღაცა შეიძლება აფთიაქის დასახელება, ან რაღაცა იმით ტკივილი გამაყუჩებელის დასახელება იყოს, ეგ დისი მისთვის. ხო და მერე შემდეგი იგივე პიროვნება. ბანის დისი. არა, კაი ამბავი. ბიჭო, სიტყვა მაინც შეცვალე, ან რაღაც წახდა ყოლიფერი, ან რაღაცა ესეთი რაღაცა დაწერე, ხო? არა, ბატონო. მერე ტახას დისი. არა, კაი ამბავი. და მე ეს კომენტარები რომ ვაიმე ეხა ეს ამას გაუტარებს და დაძაბვები ხდება რა ტექნიკურად და არ არის მე ვფიქრობ საჭირო რა. მე ვფიქრობ ეხა ადამიანმა მაგალითად მე მოვისმინე watches dc ბატონო მეოთხე იქ მითითებული არის მეოთხე დასის გვერდზე. ეს dc მე ვფიქრობ რომ შევადარო ეხა მაგალითად ბანის დის მიუხედავად იმისა ვამბობ რომ ორივე მიმართულება, ორივე ჯგუფის მუსიკები მაქვს პლეილისტში. ბანის შეიძლება რაღაცა იქ გადამეტება იყო, მაგრამ უფრო ინფორმაციული არის და
და უფრო რაღაცა ეს რითმები და ისინი არის უფრო მეტი ვიდრე მაგალითად დასის იმაში რა დისში. ეხლა ამით დისები დამთავრდება და რაღაცა ადამიანი რომელიც თქვათ ხელოვნებით ეგ იგივეა ეხლა მაგალითად პოეტმა მეორე პოეტს ლექსი დაუწეროს და იმ პოეტმა შენი დედაო აგინოს და მერე მივიდეს და მოკლას ან რაღაცა დაჭრას ან რაღაცა გაუკეთოს. ეს გასაგები არის. ასეთი ფაქტი რა თქმა უნდა არ არის ლამაზი, იმიტომ რომ ადამიანი ხელოვნებით აფასებს შენს ნამუშევარს და შენ მერე გამოდიხარ და დედას აგინებ. მაგალითად იქ არის CJ ერთ-ერთი რომელიც ცუდი არის როგევიგო დასზე რაღაც ესეც იძახის რა და ეხლა თქვენ ძმებო და მერე 5 ძმაკაციდან 3 ქურდი მყავს რაღაცა თქვენ ძმებო მოგვარებას თუ აპირებთ ან რაღაცა შეიცვალა ცხოვრებაში ხო მე არ ვიცი უბრალოდ მაგ ცხოვრებასთან და მაგ მმართველებასთან მე კავშირი არ მქონია აი ისე მაინტერესებს რომ თქვენ მოგვარებას თუ აპირებთ რომ აი თქვენზე ცუდის თქმა არ შეიძლება რა თქმა უნდა თუ ცუდი არ გაიკეთებიათ ცუდი რატომ უნდა თქვას ადამიანმა მაგრამ თქვენს მუსიკაზე თუ ადამიანს რაღაცა ნეგატიური აზრი გაუჩნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ ეგ შენ მოვიდა და პიროვნულად შეგეხო ეს მე მგონი არ უნდა ხშირდებოდეს თქვენ ამითი ახსნას ეს შეიძლება ეს ვიდეოც ვერ დაყო მაგრამ ისე ვამბობ უბრალოდ თქვენ თუ მოგვარებას ქურდულს აწვევით და რაღაცა ესეთი მე ვერ ხვდები რეპი და ქურდული გაგება რა შუაში არის ერთმანეთთან არც იდეოლოგიით არის ახლო არც იდეოლოგიით არის ეს ყველაფერი ახლო და თან კიდე იმ სამყაროსაც რო შეეკითხა არ ვიცი ახლა იმათმაც სიმღერა თუ დაიწყეს ნახდად არ ვიცი რა მაგრამ იმ სამყაროს რო შეაკითხო რა ვიცი მომღერალი ისა რაბაწიაგა და ვიღაცეები და ასე შემდეგ მათთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავს ხო და რომელიმე სიმღერაში გვიკარნახეთ ისე თქვით რომ ვაგვარებს და ქემაინც გული და სულით მომემზადებით რა ანუ ვართ მზად ამ ყველაფრის მისაღებად თუ არა რომ მე ვიდეოებზე არ ვაწეროთ არა კაი ამბავი დაგვერხა დუნიაზე აღარ არის თქვათ გასაჩერებელი და რაღაცა ესეთი რაღაცეები რა და ერთი ის მინდა ვთქვა რომ შემოქმედებითად ორივე მხარეს დასსაც ვამბობ არის სიმღერები რომლებიც ძალიან კარგი არის რომელიც ვამბობ რომ პლეილისტში მაგ და უსმენ მეორე მხარეს კიდე ტახას რა თქმა უნდა ტახას მენელიც ვარ ბანის მენელიც ვარ ბატონო და ამიტომ ვამბობ რომ ხელოვნებით რო გეუნებიან ხელოვნებით უნდა უპასუხო ეს არის ჩემი აზრი მე ვფიქრობ ადამიანი რომელიც თქვა ჩაუჯდა შენ შემოქმედებას და ამით შენ რაღაცა მუსიკა მოგიძღვნა ეს მე ვფიქრობ ეს არის ყურადღება იქ ეხა ბანის სიმღერებში მე მაგალითად სადაც თქვენ DC იგულისხმენ და ეს ვიდეოები რო იდება რომ არა კაი ამბავი მე რავი გინება ვერ ვნახე იქ მე რომ თქვენზე შეეგინებინოს ან რაღაცა მსგავსი რაღაცა მე არ მინახია ხო და რაღაცა ეხა სიმღერაში რაღაცა თქვეს რომ აი რაღაც თქვენი სიმღერაზე რაღაცა კომენტარი გააკეთეს არ ფიქრობ რომ ეს არ იყოს ეხა ის არის რა ეს არ არის ისტი და ვესტის ისტორია რომელიც მაგალითად ამერიკაში მოხდა რა იქ პირადურზე გადავიდნენ და დედის გინება და რავი ბანდებით ერთმანეთთან დაპირისპირება და რაღაცა ჩვენ ქვეყანას მე მგონი ეს არ ჭირდება და კულტურით თუ გიპასუხეს კულტურითვე უპასუხე რა და კიდე ერთხელ მეორდები რომ არავითარ შემთხვევაში ამ ვიდეოში მხარეს ადამიანი ვერ დაინახავს აქ ჩემი აზრია უბრალოდ არის რაღაცეები რაც მაგალითად მე მომწონს თქვა დასის მხრიდანაც და მომწონს მაგალითად ბანი და ტახას მხრიდანაც ხო და ამიტომ მხარს უჭერ მე თქვენ ხელოვნებას მაგრამ მხარს არ უჭერ ისეთ თქვა ტრეკს ისეთ თქვა გამოვლინებას რომელიც მაგალითად გადამეტებული არის თქვა არ შეესაბამება სიმართლეს არ უხდება თქვა იმის პასუხს და ასევე რა თქმა უნდა ურთიერთდაპირისპირებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუჭერ მხარს ამას მნიშვნელობა არ აქვს ეს ქართველია ვენესუელიდან არის თუ ნიკარაგუიდან არა ვარ კონფლიქტის მომხრე მაგრამ ხელოვნებით თუ იწერება და ხელოვნებას აწვევით ძმებო ხო ხელოვნებით უპასუხეთ და ვსო მორჩა რა თუნდა ეხა ის რაღაცა დედის გინება დაგირეკე მოვედი რაღაცა ეს რა ის არის ეხლა თუ გეუნებით მე რომ ჩემი აზრია ეს უბრალოდ როგორც თქვენი მსმენელის თქვენ ეხლა ქურდულს თუ აწვევით ქურდულს თქვით ჩუმად ერთ-ერთ სიმღერაში რომ ჩვენ მსმენელმა აირჩიოს მე ეხლა ჩვენ გვინდა ეს რაღაცა рэპ-ნარევი воровское направление თუ
გვინდა რომ მოусმინოთ ჰიპ-ჰოპს და რეპს, რომელიც მაგალითად ასახავს თქვენი ცხოვრების განვლილ გზას, რასაც გადიხართ თქვენ ისტორიას. ეს უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ახლა ვინ ვის დაურეკა, ვინ ვის რაღაცა მიადგა, ვიღაცას უთო დაადეს, ვიღაცას ის რაღაცა საკერავი მანქანა ჩაარტყეს. 90-იანი წლები და 80-იანები ვისაც გავლილი გვაქვს, მე ვფიქრობ სიმღერით ამაშინ, სიმღერაში ნათქვამი ამ რაღაცეებით ვერავის ვერ გავარკვირვებ და ამიტომ წარმატებას უსურვებ ორივე მხარეს და ის მხარე კიდე ყველაზე ის რომ ყურადღება რომ მიიპყროს, იმიტომ რომ არა, კაი ამბავი. ბიჭო, თქვენი გვერდი გავრცელეთ და განავრცეთ და განავითარეთ შემეცნებით. და არა ემან ვიღაცამ იმასაგინა, ვიღაცამ ამასაგინა, მასე ახლა ჩაუჯექი იმას rap battle-ებს, რომლებიც მაგალითად ტელევიზიით არ გადის, YouTube-ზე შედი, ამერიკული rap battle-ები ჩადი და დაწერე ახლა ვიღაცა Sugar Knight-ის შვილიშვილმა იმას, რა ქვია, Dr. Dre-ს ბიძაშვილს აგინა და არა, კაი ამბავი. და რაღაცა ესეთი რაღაცეები, რა, მე ვფიქრობ არ არის საჭირო და რავი, როგორ ჩამოვაყალიბეთ ჩემი ნათქვამი თქვენზე მომინდიათ. მაგრამ მე მაინც ვამბობ, მომხრე ვარ, რომ ხელოვნება განვითარდეს და არა რაღაცა ქუჩანარევი, რაღაცა ბლატაობები და ისინი, რომელიც მაგალითად არაფრის მომცემი არ არის და არ ამგონია რომ ვინმე ამით გაკურვებული იყოს რა. ამიტომ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და აბსოლუტურად ყველა მარტო ქართულს არა რა თქმა უნდა, სხვასაც, მაგრამ განსაკუთრებით რახან მე ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი ქვეყანა და რაც უფრო განვითარდება, უფრო გამიხარდება. აი ამ რეპ კულტურასაც ზუსტად ამას უსურვებ რა, განვითარებას, წინსვლას, მეტი აქცენტები თქვათ კარგ იმაზე, მუსიკაზე, ვიდრე რაღაც კარგ იმაზე რა, შოუებზე და დაპირისპირებებზე რა. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და დროებით.